გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ ამ ვიდეოთი მინდა მოგიყვეთ ხეჩნაშვილის კლინიკაში მომხდარ ამბავზე, რომელიც მე გადამხვდა თავს და იმაზე თუ რამდენად არაკეთილსინდისიერი კლინიკებით არის ქვეყანა სავსე, იმაზე თუ როგორ არასწორად ჩაატარეს ოპერაცია და რას და როგორ გადავრჩით მე და ჩემი მომავალი ბავშვი, რომელსაც 7 წელი ვნატრობდი, უცებ ვდგები ამ რეალობის წინაშე. დარჩით ბოლომდე, რომ კარგად მოვყვე ყველაფერი ჩაშილათ, რომ ყველასთვის გასაგები იყოს და რატომ არ უნდა მიხვიდეთ ამ კლინიკაში, რატომ არ უნდა მივყაროთ თქვენი ახლობლები და საერთოდ გააფრთხილოთ ყველა ერთმანეთი. რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ ეხება იმ ექიმებს, იმ ექთნებს, ზოგადად იმ ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად აკეთებენ თავიანთ საქმეს. ეს დღეისობით, მოკლედ, ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორ იღუპებიან ექიმების უპასუხისმგებლობის გამო ისედაც დეფიციტში მყოფი ქართველები. მე ვარ მარიამ ქობალია, პროფესიით ფსიქოლოგი და დღეს მოგიყვებით ჩემი შემთხვევის შესახებ, რომლის საპასუხო წერილით ძლივს მაღირსას გუშინ. იმედი ამ ვიდეოს მალე დავდებ, რადგან ცოტა ემოციური ფონი მაღალი მქონდა. რადგან მეც ადამიანი ვარ, რა პროფესიისაც არ უნდა ვიყო, შესაბამისად მით უმეტეს ყველა ფეხმძიმე გამიგებს თუ რამდენად წნეხი შეიძლება ყოფილიყო ის ყველაფერი, რის მოყოლასაც ახლა მე ვაპირებ. მე მათთან ადამიანურად, ცივილურად საუბარი ვცადე, თუმცა კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ ამ ქვეყანაში ძალიან რთულია იპოვო კლინიკა, რომელიც სიმართლის მხარეს დადგება და საკუთარ პაციენტებს, იმ ადამიანებს, რომელთა წყალობითაც ეს კლინიკები საერთოდ არსებობენ და მუშაობენ და ისინი ხელფასს იღებენ, მინიმუმ ცინიკურად არ აიგდებს. ოპერაცია დამიჯდა 1700 ლარი, წინა საოპერაციო კვლევები დაჟდა სადღაც 80 რაღაც სამდენი ლარი, არ მახსოვს ზუსტად. და მე ეს ბანკში ავიღე სესხი. აი ხა წარმოვიდგინოთ, აიღეს ბანკში სესხი, რომელსაც ხემდე იხდით, ნდობით რომ მიხვიდეთ კლინიკაში და იქიდან გამოხვიდეთ ყბაში ჩატოვებული კბილის მთლიანი ფესვით, ნატეხებით, საშნელი ანთებით და ნაყოფის დაკარგვის რეალური საფრთხით. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საერთოდ არ ვიცი, რომ ფეხმძიმედ ვარ. დიახ. მე ამტკივდა მუცელი შემდგომ, რადგან პირის ღრუში ჩარჩენილი ინფექცია პირდაპირ წამლავდა ჩემს ორგანიზმს. ყველაფერი 2026 წლის იანვარში დაიწყო. ხეჩნაშვილის კლინიკაში ჩამიტარდა 4 საათიანი, თითქმის 4 საათიანი ოპერაცია, თვითონ ამბობენ რომ 3 საათი და 20 წუთი თუ რაღაც გაგრძელდა. 1 საათი უნდა გაგრძელებულიყო ეს ოპერაცია. უნდა ამოიღოთ 2 სიბზნის კბილი და 1 სახეჭე 36 კბილი. ოპერაციის დროს არც ექიმებმა და არც მე არ ვიცოდი რომ ვიყავი ერთი თვის ფეხმძიმე, ამას ძალიან ხაზს უსვავ 7 წლიანი მოლოდინის შემდეგ. ეს ჩემთვის უდიდესი სასწაული იყო, რომელიც ოპერაციიდან 1 კვირის თავზე ანტიბიოტიკების კურსის დასრულებისთანავე შევიტყე. რაღაცა ეჭვები გაჩნდა შემდეგ და გადავემოწმე და აღმოჩნდა რომ ორსულად ვიყავი. რა თქმა უნდა, მაშინვე ჩავაყენე საქმის კურსში. ჩემი მკურნალი ქირურგი გადაურეკე, ქალბატონ ლეილა აწყვერელზე მაქვს საუბარი. გიამენავდი და ლეილა აწყვერელი აკეთებდნენ ოპერაციას. მან მითხრა რომ ყველა მედიკამენტი შემეწყვეტა და გინეკოლოგის მითითებით მევლო, რადგან ეს მისი კომპეტენცია აღარ იყო. რა თქმა უნდა, მომილოცა თბილი სიტყვებით და ასე შემდეგ. აქედან იწყება ნამდვილი მარაზმი. ნაკერების მოსახდელად რომ მივედი 2 კვირის თავზე, მას შევჩივლე გაუსაცრისი ტკივილის შესახებ ამოღებული სახეჭე კბილის არეში. აი ამას გულისხმობ. აი ეს კბილები, რომელიც ამომიღეს, ამაზე არ მქონია საუბარი, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, სახეჭე 38 კბილი მტკიოდა. და ამას რატო ამბობ ესე ხაზგასმით. ამოღებული სახეჭე კბილის არეში ექიმმა ზეპირად გადახედა ჭრილობას, ანუ თვალით შეავლო თვალი და ჩემი ტკივილი საჭმლის ნარჩენებს მიაწერა. აქ მინდა აღვნიშნო ესეთი რამ. არანაირი რენტგენი, როგორც აღმოჩნდა კლინიკაში რენტგენი არ აქვს. მითხრა რომ აქ რენტგენი არ იყო და ამდენჯერაც მე რენტგენი დამჭირდა ოპერაციამდე, დავდიოდი აქეთ-იქეთ კლინიკებში, რომ სხვაგან გამეკეთებინა ეს რენტგენი და ვერ ხვდები კლინიკას რენტგენი რატო არ უნდა ქონდეს. და ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქალბატონი ლეილას მიერ დაწერილ ყველანაირ რეკომენდაციას ვიცავდი კვებაზეც, წამალზეც, დროებთან დაკავშირებითაც აბსოლუტურად ყველაფერს ვუჯერებდი. ეს დაბლენდერებული საკვების მასა რაღაც ნაწილი მოხვდა ამ კბილის ღრუში და ამ ტკივილები უფრო გაამძაფრა, მაგრამ ეს არ იყო გაუმწვევი მიზეზი, როგორც შემდეგ დადგინდა. რო ამოწმინდა, რა თქმა უნდა, მომცა რაღაცა შეღავათი და ცოტა მიმინელდა ტკივილი, მაგრამ არ გამქრალა. პერიოდულად აი პროგრესირებდა ეს ტკივილი, რძილიდან უცებ აღმოვაჩინე, რომ მყარი მასა ამოიწია და ვეცდები აქ თუ შევძლებ რო სურათი ჩავსვა, რა მყარ მასაზე მაქვს საუბარი, ბოდიში ვინმესთვის თუ არა ესთეტიური იქნება, უბრალოდ არის რაღაცები, რასაც კლინიკა მემაბრალებს და არ დავიბრალებ, იმიტომ რომ მართალ ადამიანს ასამალი არაფერი არ აქვს. ეს რა იყო პროფესიონალი ქირურგის რეკომენდაცია, როდესაც დაინახა ეს თეთრი მასა, რომელიც ეგონა ძვალი. მან მითხრა, რუსეთიდან გამომეწერა კონკრეტული გელი, დავლოდებოდი როდის ჩამოვიდოდა, მიმეტანა მასთან და გრძილზე გადამისვავდა, რომ ძვალი დაფარულიყო.
წარმოიდგინეთ ახლა ჩემი მდგომარეობა. ვარ ორსულად, პირველ ტრიმესტრში. ვერ ვსვავ სტანდარტულ ტკივილგამაყუჩებლებს. მაქვს გაუსაძლისი ანთებითი ტკივილები და ექიმი მეუბნება რუსეთიდან გელს დაელოდეო. არა, ჯერ ვიღაც მოძებნეო, მერე გამოიწერე თუ ეს კონკრეტული გელიო. მერე როცა ჩამოვაო, მოიტანო და ანუ რამხელა დროზე არის საუბარი, ხვდებით? თუ ეგ კონკრეტული არა, მაგის მსგავსი და უკეთესი გელებიც იშოვება ამ ქვეყანაში, რომ წესურად მიეხედოს საქმეს, თუმცა არც გამოდგა ძვალი, ეგ იყო ჩარჩენილი, მათ მიერ ჩატეხილი კბილის ჩარჩენილი რაღაცა ნაწილი. თან ვიყავი გაუსაძლეს მდგომარეობაში, სასწრაფოდ მოუძებნეს სხვა კლინიკა, ადგილზე გადამიღეს რენტგენი და აი აქ დამხვდა შოკის მომგვრელი ფაქტი. ქიმებს ოპერაციის დროს თურმე ჩაუტყდათ საღეჭი კბილი. და მისი მთლიანი ფესვი ჩამიტოვეს ყბის ძვალში და ამოკერეს. ხოლო ის, რაც მე და ლეილა ექიმს ყბის ძვალი გვეგონა, აღმოჩნდა ოპერაციის დროს ჩარჩენილი კბილის ორი ნატეხი, რომელიც რბილი ქსოვილებიდან სხვა კლინიკაში ამომიღეს. კბილის გატეხვის ხმა საკმაოდ კარგად ისმის პროცესის დროს, რადგან აქვს დიდი ხმა. კბილის გატეხვის ხმა საოპერაციო ბლოკში მყოფ ორ ქირურგს და რამდენიმე მედპერსონალს შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. ეს აჩენს სერიოზულ საფუძვლიან ეჭვს, რომ ფაქტი განზრახ დამიმალეს. და რამდენჯერაც მე კონტაქტი მქონდა ქალბატონ ლეილასთან, მან ეს არ მითხრა იმის მიუხედავად, რომ იცოდა, რომ საფრთხე არა მარტო მე მემუქრებოდა და ჩემს ჯანმრთელობას, არამედ ჩემი შვილის ჯანმრთელობასაც. სხვა კლინიკაში ჩემს მეან გინეკოლოგთან გადაუდებელი კონსულტაციის საფუძველზე სასწრაფოდ ჩამიტარდა ხელახალი ოპერაცია ამ ფესვის ამოსაღებად, რადგან ინფექცია ნაყოფის სიცოცხლეს სეფსისით ემუქრებოდა, ეს მინდა რომ გავიაზროთ. გადატანილი უმძიმესი სტრესის გამო განმივითავდა საშუალოსნო მწვავე ტონუსი, ნაყოფის დაკარგვის რეალური საფრთხე დადგა. ამ ყველაფრის გამო მომიწია სამსახურიდან უხელფასო შეგულებაში გასვლა და რასაკეთებს ამ დროს ხეჩინაშვილის კლინიკა. მე მათ გაუგზავნე დეტალური საჩივარი და აღნიშნე რომ რამდენიმე თვე იმიტომ მოვითმინე რომ ჩემ თავს უვლიდი მენტალურად რომ ყოფილიყავი მდგრადი რომ გადამეხაშალა და როგორ მოხდა რომ ეს ტონუსის ფონზე რაღაცა კიდე არ გაუარესებულიყო მოკლედ ჩემ თავს მივეცით რომ როგორც კი მდგომარეობა დამისტაბილურდა, ვიწერე კლინიკას, რომ შიდა რეაგირება მოეხდინათ და აენაზღაურებინათ მატერიალური და მორალური ზიანი. Დავსი ფაქტი რახან ერთხელ მოხდა, შეიძლება და კიდე მომხდარიყო და ჩემი ვალდებულება და ჩემი თხოვნა პირველ რიგში იყო ის, რომ მათ ეკონტროლებინათ შიდა სიტუაციები, ჩემი ზიანის გამო, ჩემი მეორეჯერ გაკეთებული ოპერაციის გამო, ჩემი შვილის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების გამო, ჩემი ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენების გამო, მე ვაჭრობა იქ არ დამიწყია რეალურად. მივწერე მათ ოფიციალური წერილი და მქონდა რეალური ადამიანური უკავშირის იმედი. მათი პასუხი კი იყო სრულიად ირონია და დაცინვა. კლინიკის დირექტორმა ნიკოლოზ კვაჭაძემ მომწერა დასკვნა, სადაც მთელი აქცენტი გადატანილი იყო სიბრძნის კბილებზე, რომელზეც საერთოდ პრეტენზია არ მქონდა. და მხოლოდ საღეჭ კბილზე დამიწერეს ანთება პაციენტის მიერ ჭრილობის მოვლის დეფიციტმა და საჭმლის ნარჩენებმა გამოიწვიაო. კარგით რა. ფესვის ჩატოვება ყბაში საჭმლის ნარჩენებია? თან დაამატეს თითქოს ეს იყო რაღაც ანომალური მესამე ფესვი, რომელიც არ ჩანდა. როგორ თუ არ ჩანდა, თქვენ ხო 3 რენტგენი გადამაღებინეთ კბილებზე. ერთი რენტგენით მოვედი და მე ისევ თავიდან გადამაღებიათ სხვა კლინიკაში რენტგენი, ასე რომ ექიმებმა, რომლებსაც პროფესიონალები ჰქვიათ, ვერ გაარკვიეს ოპერაციაზე რა ქნეს და მე პაციენტმა უნდა ვდიო ამდენ დოკუმენტს საკუთარი სიმართლის სასამტკიცებლად არა. მაგრამ აქ ხომ ირონიაა ჩვენ საქართველოში ვართ. ოდესღაც გამოსწორდება ეს სიტუაცია ჩვენ ქვეყანაში. როგორც ფსიქოლოგი, განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებ კიდევ ერთ საშინელ ტენდენციაზე, რომელიც ჩვენ სამედიცინო სფეროში ხდება. მე შევამჩნიე და იგივე უამრავი შემთხვევა კიდევ გავიგე სხვისგან, როცა ექიმი ან მედდა მანიპულირებს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობით და უფლებას აძლევს თავის თავს მიაკეროს იარლიყები პაციენტს. მაგალითად ნერვოზი აქვს, ვერ არის კარგად, ფსიქიკურად არამდგრადია. ჩემ შემთხვევაში რამდენიმე საათიანი მძიმე ოპერაციის შემდეგ, როდესაც მათ მოუწიათ ყბის ძვალზე შეხება, დახერხვა კბილების და ასე შემდეგ, ნარკოზიდან გამოსვლის უმწეო პროცესში, როცა საშინელი ტკივილი მქონდა და ტკივილისგან ტიროდი და ვითიშებოდი, ისე იმიტომ რომ გამიჭირდა ნარკოზიდან გამოსვლა. მედპერსონალმა ჩემს ოჯახის წევრებს განუცხადა, ამას ნერვოზი აქვსო. გამოფხიზლებისას კი საკუთარი ყურით გავიგონე ფრაზა სხვა მედპერსონალისგან, როდემდე უნდა ველოდა ამას ეს, როდის გამოფხიზლდება 2 საათი ასე ვზივარო. ანუ გავიგე რომ დაიღალეთ და გავიგე რომ არა გაქვთ შესაბამისი ანაზღაურება, მაგრამ ეს ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის. ეს არის სამედიცინო ეთიკის სრული კრახი.
უნდა შეწყდეს ექიმების და მედდების მხრიდან ფსიქოლოგიის, ფსიქოთერაპევტის და ფსიქიატრის კომპეტენციაში ძრომიანი რა. ამ манипуляციას ისინი მხოლოდ საკუთარი პროფესიონალური კრახის და დაღლობის დასამალად იყენებენ და არა რეალობის აღსაწერად. ნარკოზიდან გამოსulis ემოციური ფონის ჩვეულებრივი ნეიროფიზიოლოგიური რეაქცია არის და ამის გამო პაციენტისთვის იარლიყების მიწებება ელემენტარული ცოდნის დეფიციტზე უფრო მიუთითებს ვიდრე სხვა რამეზე. კლინიკამ კარგად იცოდა ჩემი წერილიდან რომ თუ საკითხში და სივრცეში არ მოაგვარებდნენ, მე ამას საჯარო გავხდიდი. მაგრამ მათ აქვს დაურჩელობის სინდრომი. ჰგონიათ რომ ამ თემას სერიოზულად არავინ არ შეხედავს. თუ თქვენ არ უფრთხილდებით მომავალ პაციენტებს, მე თავად გავაფრთხილებ, მაშინ მათ რომ არ მოვიდნენ მანდ. საქმის მასალები, სხვა კლინიკის რენტგენი, გაგუას კლინიკის საბუთები, ყველაფერი გადაეცა უკვე სამედიცინო საქმიანობის რეგულაციის სააგენტოს და მე საერთოდ არ ვაპირებ რომ ესე არც ვაპირებდი რომ გავჩუმებულიყავი, მით უმეტეს იმის მერე რაც დავინახე თუ რამდენად ირონიული იყო თქვენი დამოკიდებულება, არავინ არ უნდა დამალოს თავისი რეალური გამოცდილება. და ეს დაუშველობის სინდრომი უკვე ყელში ამოგვივიდა ხალხს. რადგან ჩვენი ხმის ამაღლებით ღმერთმა იცის, რამდენი ადამიანი გადარჩება მსგავს უსამართლობას და უვიცობას. იმედი მაქვს თქვენთან ადგომის, რადგან ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა არ არის, ეს არის ქვეყნის პრობლემა და ქვეყნის სახე და არ მინდა რომ ხვალ თქვენ ან თქვენი შვილები აღმოჩნდეთ იმავე საფრთხის წინაშე. პრიორიტეტი არის ჩემი შვილი. ჩემი შვილი რომ იყოს ჯანმრთელად, იმიტომ მოვითმინე რამდენიმე თვე და არა მომიღია ხმა. ჩემი შვილი რომ იყოს ჯანმრთელად, იმიტომ აღარ ვაგრძელებ თქვენთან საერთოდ რაიმეს მტკიცებას. ჩემი შვილი და სხვისი შვილები რომ იყვნენ ჯანმრთელად, იმიტომ ამოვიღე ხმა, რადგან თქვენ არაფრის მოგვარებაში და სივრცეში არ აპირებთ და პირიქით ვცდილობთ რომ გადმომაბრალოთ ესეთი რაღაცა, რაც არ ყოფილა და საერთოდაც ჯანმრთელად რომ იყვნენ ადამიანები. მე არ მაქვს აქცენტი გაკეთებული იმაზე, გადაფარავ იმ ჩემ ვალს, რომელიც თქვენს გამოავიღე და სხვათა შორის ერთ-ერთი დაზღვევა აღარ მინდა ვახსენო, იმიტომ რომ თითქმის ყველა დაზღვევა ერთნაირია. ერთ-ერთმა დაზღვევამ უარი მითხრა აენაზღაურებინა ჩემთვის ოპერაციის თანხა, რომელი ოპერაციაც იყო სასწრაფო და 100% მეკუთვნოდა, მაგრამ იმიტომ რომ ხეჩინაშვილის კლინიკაში ვიკეთებდი, მათ ეს არ ამინაზღაურეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იყო თუ არა სხვა კლინიკები, დიახ, იყო სხვა კლინიკები, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ იყო სახალხო პერიოდი და იყო პრობლემა და საერთოდაც გაუსაზრისით კიბილები მქონდა და ანთებით მივედი. შესაბამისად, რომელ კლინიკასაც გაუწიეს რეკომენდაცია და ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ გოგონას, რომელმაც რეკომენდაცია გაუწია ამ ბატონგიას, რადგან მასთან კარგი გამოცდილება ჰქონდა. კი, ხდება ხოლმე ეგრეც. სწორედ ამიტომ იყო, რომ მე ჯერ კლინიკასთან ვეცადე, რომ მომეგვარებინა სიტუაცია, რომ ვიფიქრე, რომ მეთქი იქნებ 1000-ში ერთხელ შეცდომა ყველას მოსდის და ის შეცდომა უბრალოდ ჩემზე გადატყვე ჯოხი, ხო უნდა გამერკვია რა და როგორ მოხდა, მაგრამ რეალურად, როდესაც რამდენიმე თვე დამშვიდი, დავწონე ყველაფერი, მივხვდი, რომ აქ შეცდომის ამბავი არ იყო, აქ იყო განზრახ დამალული, დანაშაული. რომელიც ბევრ დეტალში იკვეთება და განსაკუთრებით ხაზი გაესვა ჩემს ამ ეჭვებს, რომ მართალია ეს იყო დანაშაული, რომელიც დამალეს, მაშინ როცა ირონიული პასუხი მოვიდა საბჭოს მხრიდან, მე მაქვს ეჭვი საერთოდ რომ ეთიკის საბჭოს განიხილა, რომ სერიოზულად ეს საკითხი არ ვიცი რა ხდება, საერთოდ ქვეყანაში რა ხდება, ვერ ვგებულობ. გოგონები იღუპებიან და გოგონები ბიჭები არ აქვს მნიშვნელობა, აქ იღუპებიან გამომართავი სისტემის გამო, გული მეწვის იმ გოგოს გამო, რომლის მშობლებიც ახლა რომელიც ოჯახის წევრებიც მას გლოვობენ, ყველა მისის კარგად ვიზე მაქვს საუბარი და გული მეწვის იმ გოგოს გამო, რომელიც ახლა სიკვდილს ებრძვის, რომ თავისი 6 წლის შვილი არ დატოვოს ობოლი. დააზიაროთ ვიდეო. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა რომ გაიგოს. რაც შეიძლება რომ გავრცელდეს ინფორმაცია, რომ უფრთხილდით მოკლედ მოერიდეთ ამ კლინიკას. ბოლო სიტყვა მაინც არ გეკუთვნით თქვენ, ღმერთს ეკუთვნის. და კეთილსინდისიერად, იცით რა არის? ცუდს არ გისურვებთ არც ერთს. იმის მიუხედავად, რა პრობლემები ჩემი ქმნით და რა ტკივილების გამოვლაც მომიწია თქვენი გულისთვის. ცუდს მაინც არ გისურვებთ. იმიტომ რომ გააზრებული მაქვს, რომ თუ კი ადამიანს დაწყეული, თუ კი ადამიანს ცუდს უსურვებ და არ უსურვებ იმას, რომ ღმერთმა აზრზე მოიყვანოს და ამის მაგივრად დაწყეული, ესეთი ცუდი ადამიანები კი არ დაწოტავდებიან და მათ გონება კი არ გაეხსნებათ, პირიქით უფრო დაეხშობათ და ზოგადად ბოროტი ადამიანები უფრო გამრავლდებიან. შესაბამისად, გისურვებთ
რომ გონება გაგეხსნათ მან ყველას. გისურვებთ, რომ ვისგანაც ირონიული დამოკიდებულება წამოვიდა, გაპატიოთ ღმერთმა. გონება გაგისუფთავოთ. მიგახვედროთ თუ რა ხდება თქვენ კლინიკაში და რა გევალებათ თქვენ და რა და როგორ უნდა გააკეთოთ და ღმერთმა ყველა დაიფაროს არაკეთილსინდისიერი ადამიანების ხელში ჩავარდნისგან. ღმერთმა ყველა დაგიფაროთ იმ ტკივილებისგან და იმ წვალებისგან, რა ტკივილების და წვალებაც გამოვიარე იმის გამო, რომ რაც ევალებოდათ ის სწორად არ გააკეთეს და თან ხმა არ ამოიღეს, რომ რაღაც გაუფუჭდათ პროცესში. და რაც თავარია ღმერთს მადლობა ჩემი შვილის მფარველობისთვის. მადლობა იმისთვის, რომ მოვედი იქამდე, სადაც მოვედი. დანარჩენი უფლისნება არის. რაც არ უნდა იყოს, მეც ადამიანი ვარ და საკმაოდ ემოციური არის ეს ისტორია ჩემთვის. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ არანაირი ადეკვატური რეაგირება არ ქონია ამ ხელა კლინიკას. გაზიაროთ ვიდეო და კომენტარით არ ვიცი რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურამდე რომ მიაღწიოს. მადლობა.